დამიკავშირდნენ ჩემი შვილების სკოლიდან და მითხრეს, სად უნდა შევიძინო სასკოლო ფორმა. მე მათ უპასუხე, რომ ამ ფორმის შეძენას არ ვაპირებ. და ეს ყველაფერი რაღაც ჩემს აჩემებად და ჯიბრში ჩადგომად, რომ არავინ აღიქვას, შევეცდები ძალიან მოკლედ ვთქვა, რატომ არ მინდა ფორმის შეძენა. პირველ რიგში ჩავხედე საქართველოს კონსტიტუციას, სადაც 27 თავში გარკვევით წერია, რომ ზოგად განათლებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. და მე ვერ ხვდები, თუ სახელმწიფო, მოდი ჟარგონს გამოვიყენებ, შემაწერს ყოველწლიურად, უბრალოდ წელიწადში ორჯერ, რადგან ზაფხულში და ზამთარში ერთი და იგივე ფორმას ვერ ჩააცვამთ ბავშვს, თუ სახელმწიფო შემაწერს ფორმის ყიდვას და ბავშვს პრობლემას შეუქმნის ამის გამო, მაშინ რას ნიშნავს სრულად დაფინანსება ზოგადი განათლების. მეორე ამბავი არის ის, რომ როდესაც ფორმების შემოღებაზე იყო საუბარი, სახელმწიფომ ჩვენ გითხრა, რომ ამის მთავარი მიზეზი და მთავარი მიზანი იყო სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. შემდეგ გითხრეს, რომ გვაქვს უფლება უფრო უკეთესი ხარისხის ქსოვილით შევუკეროთ სასკოლო ფორმა ჩვენ შვილებს. და მე თუ შევუკერავ კარგი ხარისხის ბამბის ნაჭრით ბავშვს ფორმას, რომელიც სადღაც 300 ლარამდე დამიჯდება დაახლოებით და მისი მეგობარი ჩაიცვამს პოლიესტერის ნაჭრით დამზადებულ ფორმას, როგორ ფიქრობთ, სოციალური უთანასწორობა სახეზე არ გვექნება? ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც სკოლაში არსებობს უამრავი პრობლემა. დაანგრეული სკოლები, სხვა სკოლებში შეხიზნული ბავშვები, ცვლებში სწავლა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არაჰიგიენური ტუალეტები. დამრიგებლის ხელფასი რამდენია იცით? ანუ ადამიანს, რომელსაც დაახლოებით 30-მდე ბავშვზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ვუხდით 80 ლარს, არც მეტი და არც ნაკლები. როგორც გავიგე, მინისტრს იმ მშობლების აღზრდა გადაუწყვეტია, რომლებიც არ ვეთანხმებით სასკოლო ფორმების შემოღებას. მე მზად ვარ ამისთვის, მზად ვარ დიალოგისთვის, მზად ვარ იმისთვის, რომ მოვისმინო მისი დამატებითი განმარტებები, მაგრამ თუ რომელიმე ზედმეტად მოწადინებული მასწავლებელი სამინისტროსთვის თავის მოწონების მიზნით რამენაირად დააბულინგებს, როგორმე შეავიწროვებს ჩემს პირველკლასელ ტყუპებს. სრულ პასუხისმგებლობას ამაზე ვაკისრებ მინისტრს და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ნუ მომთხოვთ ადეკვატურობას. იმიტომ რომ ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც არც ერთი მშობელი არ მოითმენს.